და მორიდი დარღვევა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ხაშურის რაიონის სოფლებში ფქვილს არიდებენ ამ პროცესში პირადად ოსიაურის რამდებელი ვაჟა ენჯიბაძე კურირებს. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ დაზარალებულებს ეხმარებიან, თუმცა რისგან დაზარალდა ეს მოსახლეობა ამას არ განმარტავენ. და საინტერესო დეტალი, ვინც ფქვილს წაიღებს, რამდებელი მათ პირად მონაცემებს და ხელმოწერებს ადროვეს. პრეზიდენტის აღნიშნულ დახმარებაში შედის 2 ტომარა ფქვილი, 3 ლიტრი ზეთი და 10 კილოგრამი შაქარი, თუმცა ამ დახმარებას ადგილობრივი გამგეობის სახელით დასცემენ. ხაშურის რაიონის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ გვალვა და დიდი ზამთარი სტიქიურ უბედურებასთან იდივდება და ამ მიზეზით დაიწყეს მოსახლეობის დასახმარებლად ფქვილის დარიდება. ქართული ოცნების წევრი ზურა გელაშვილი კი აცხადებს, რომ ადრილი აქვს სახელმწიფო რესურსის წინასაარჩევნოდ გამოყენებას. საარჩევნოდ პირდაპირ არც სტიქია ყოფილა ჩვენ სოფელში არაფერი არ ყოფილა რაზე არ იგებენ შეეკითხეთ რას ლაპარაკობ იმან მოიტანა საარჩევნოდ რა საარჩევნოდ მოიტანა საარჩევნოდ ზუსტად ეხლა არაფერი საარჩევნო არა დაიცა საარჩევნოდ მოიტანა ეს საარჩევნო არ არის საარჩევნო მოიტანა ეს დახმარება თავრობიდან სააკაშვილიდან. ეს არის სახელმწიფო რესურსების გამოყენება წინა საარჩევნოდ. 4 წელი გავიდა, ამაზე უარესი წლები ყოფილა. კაციშვილი არ მოსულა. ვინ არის ეს? აი შეგიძლია გაარკვიოთ, პირდაპირ აბრძანდეთ, არის პრეს-ცენტრი, არის შესაბამისი სამსახურები და კომპეტენტურ პასუხს მოგახსენებთ. თუ ხელს არ შეგვიშით, ახლა ძალიან მადლობელი დაგჩერებით.